საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შენობა ნაგებობების უსაფრთხოების წესების შექმნას იწყებს. პირველადი სამუშაო დოკუმენტი საჯარო განხილვა ბათუმში დღეს გაიმართა. დოკუმენტი შენობა ნაგებობების ჯანსაღი და უსაფრთხო თვალსაზრისით დაგეგმარების წესების დამკვიდრებას უზრუნველყოფს. პროექტის წარმომადგენლების თქმით, მოხდება მშენებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან დაახლოება, რაც დღემდე პრობლემას ახალდება. ცვლილებები შევა ადმინისტრაციული დებულებების სტრუქტურული და არასტრუქტურული მიმართულებების მხრივაც. ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიზნეს რეგულაციებს მშენებლობისა და პროექტების ნაწილში დაუწესებს, რასაც აქამდე კანონი არ აკონტროლებდა. კანონპროექტის თანახმად სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების ოფიცერი და ტექნიკური ზედამხედველი დაინიშნება, რომლებიც მშენებლობის ხარისხს გააკონტროლებენ. აღნიშნული საკითხი აქამდე მშენებელი კომპანიის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. შინაარსი ამ დოკუმენტის არის მოთხოვნები, მინიმალური მოთხოვნები შენობა ნაგებობის უსაფრთხოებისადმი, ანუ როგორ დაგეგმარდეს შენობა ნაგებობა, როგორ მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორ მოხდეს მისი გასასვლელი საშუალებების დაპროექტება. ანუ ეს ნაწილი ძირითადად ეხება შენობის გეგმარების, სახანძრო უსაფრთხოების და გასასვლელი საშუალებების დაპროექტებას და მშენებლობას. ხელს შეუწყობს როგორც საპროექტო სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე თავისთავად ეს ხარისხით გადავა მშენებლობის ხარისხზე. მინდას მუშაობა ევროკოდების დაფუძნებაზე ჩვენს ქვეყანაში. ეს ძირითადად ეხება კონსტიტუციურ ნაწილს. ამდენად აი ეს ორი დოკუმენტი, ერთი ეს რომელსაც დღეს განვიხილავთ საერთაშორისო სამშენებლო ნორმები, ეს იქნება დაგეგმარების ნაწილში და ევროკოდების დაფუძნებაც იქნება კონსტიტუციურ ნაწილში.